ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ნაწილობრივი დახურვის საფრთხის წინაშე დგას. მიზეზი მთავრობის ორპარტიული საბიუჯეტო კანონპროექტია, რომელიც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი ილონ მასკი და არჩეული პრეზიდენტი ეწინააღმდეგებიან. დონალდ ტრამპი და მისი თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არამიზნობრივ ხარჯებს შეიცავს. შატდაუნი, რომელიც რეალურად მთავრობის კრიტიკულ ფუნქციონირებას არაფერხებს, უკეთესია, ვიდრე ამ საშინელი კანონპროექტის მიღება. წარმომადგენელთა პალატის ან სენატის ნებისმიერი წევრი, რომელიც ამ აღმაშფოთებელ კანონპროექტს მისცემს ხმას, 2 წელიწადში თანამდებობიდან გადაყენებას იმსახურებს. კონგრესს სურს მიიღოს 1500 გვერდიანი კანონპროექტი, რომ ვერ წავიკითხოთ, თუმცა თქვენ ნაცვლად მე წავიკითხე. თუ კანონპროექტს ყურადღებით წაიკითხავთ, ის კონგრესის წევრებისთვის ანაზღაურების მომატებას და მათთვის ჯანდაცვის ფედერალური სარგებლის გაფართოებას მოიცავს. ის განსაკუთრებული ინტერესების გატარებას ითვალისწინებს, მათ შორის ვაშინგტონში ახალი სტადიონის გახსნას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათ არ სურდათ ეს გცოდნოდათ. პირადად მე როგორც კონგრესის წევრმა კანონპროექტის წინააღმდეგ უნდა მივცე ხმა, რადგან ასეთი სახის ნაგავს მხარს ვერ დაუჭერ. ძალიან ცუდი კანონპროექტია და არ უნდა დამტკიცდეს. ამაში ბევრი ჩემი კოლეგა მეთანხმება.